მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და ვნახოთ ახლა სამი კარტით რა იყო, რა არის და რა იქნება. ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს და შემოვიდა აქ ჩემ არხზე. აი ესე აურიე. კარგად რა იყო თქვენ ცხოვრებაში? მნიშვნელოვანი რა არის და რა იქნება. თქვენთან ერთად. ანუ მოლოდინის რეჟიმი გქონდათ, რაღაცას ელოდებოდით, ეხლაც შეიძლება ელოდებით, ეხლაც შეიძლება მოლოდინის რეჟიმია. რაღაც დგახართ მოლოდინში, საუბარია შეიძლება საქმეზე, ბიზნესზე, ფულზე, კარიერაზე, წინსვლაზე, ბევრი რაღაც შეიძლება ითქვას, შეიძლება ადამიანს ელოდებით. ყოველ შემთხვევაში აქ დროს მაჩვენებენ. რა არის, წარსული რაც იყო, რა არის, ნახეთ, არის სიძლიერე, ამოვიდა თქვენი სიძლიერე და გამჭრიახი გონება, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ სამყარო გხედავთ თქვენ როგორ ძლიერ პერსონას, ადამიანს, მაგრამ გამოიყენეთ თქვენი გონება გამჭრიახობა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დიპლომატია, არ უნდა, თქვენი ემოცია არ უნდა უსწრებდეს თქვენ საღგონებას, ანუ ყოველთვის უნდა დაასტაბილურო შენი თავი, დაამშვიდო და მერე ჭკვიანურად იმოქმედო, ანუ ეს არის, სიძლიერე არის, რაც უკვე კარგია და რა იქნება? ამოდის ადამიანი, მამაკაცი, შეიძლება ეს ყველაფერი მამაკაცთან არის დამოკიდებული, მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში თუ იყო მოლოდინები, ეხლა გამოდის თქვენი გონება, მახვილობა, როგორ გონიერად წარმართავთ თქვენ ცხოვრებას ამ მამაკაცთან დაკავშირებით. თუ მამაკაცი არ არის, მაშინ ეს ამოდის უბრალოდ ისევ და ისევ თქვენი ბუნება, თქვენი ხასიათი, რომ ხართ აქტიური, მიზანდასახული, აქაც, რომ შეგიძლიათ მართოთ როგორც თქვენი თავი, როგორც თქვენი ცხოვრება, თქვენი საქმეები, ანუ მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს ადამიანზეა საუბარი და ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ცუდად არ ამოდის აქ თქვენთვის, ანუ თუ არის ვინმე ასეთი, შეიძლება განვიხილოთ ასეც, სამ კარტში ძნელია ამ ყველაფრის გადმოცემა, მაგრამ ის, რასაც ელოდებოდით, შეიძლება სამყარომ ეხლა ამ ადამიანის სახით, არა აქ